ეს დაალაგე, კარგი? ჩემო პატარა. შევალ. გისმენ დავედანურ. დღეს ძალიან დაიღალე, ბევრი იმუშავე. დედას უთხარი, რომ მე გაგიშვი. იფთარამდე დაისვენე და მერე მოდი. კარგი? დროებით. ჩემი ლამაზი შვილი, რა გულკეთილია. ნეტავ ცხოვრება ასეთი მოწყალე ყოფილიყო შენს მიმართ. სულ მარტო დარჩი. მამა რას ამბობ? მარტო არ ვარ. თქვენ ხომ მყავხართ? მართალია ჩვენ გყავართ. გარეთ ვიქნები. კარგი მამა. ბიძია პასუხს ელოდება ჰალილ იბრაჰიმ. სად გინდა რომ მოვკვდეთ? აქ ცუდი არ იქნებოდა. რატომ უნდა მოვკვდეთ? კარგზე ილაპარაკეთ. ნიჰათ მარტენს და მის შვილს რომ მოვკლავთ, საქმეს მერე მივხედავთ. დამლამ უთხრას რომ იფთარის შემდეგ აქ თათბირი გვექნება. თქვენთვის ცუდი ადგილი ნამდვილად არ არის. თქვენთვის ცუდი ადგილი ნამდვილად არ არის? ნიჰათი ხალხს გამოგზავნის, თვითონ არ მოვა. მის ხალხს თქვენ მიხედავთ, მე კი პირადად მას მივაკითხავ. კარგი. ჰალილ იბრაჰიმ, შემატყობინეს რომ დავუდი მოვიდა. საუბარი უნდა. როგორ მოვიქცეთ? შემოვიდეს. მე მოვიყვან. ძმაო იუსუფ, შემოვიდეს. აგდამელოდა. იარაღი არ მაქვს. შენთვისაც ეჯობია. შედი. ყველა შევატყობინებ ვინც საჭიროა. საღამოს შევხვდებით. დროებით. დავრჩე დავუდ საუბარი მე მეხება თუ წავიდე, რადგან საქმე მაქვს. არა, უბრალოდ სანახავად მოვედი. შენ ცალკე მოგინახულებ ფიქრეთ. კარგი. რა ხდება დავუდ? გუბერნატორის როლზე გაქვს პრეტენზია, ეს ვიზიტი რას მივაწეროთ? ჰალილ იბრაჰიმ. შეიძლება ვიღაც ცდილობს შენს წინააღმდეგ განმაწყოს და აქ ამიტომ მოვედი. ილმაზზე გავიგე. მართალი გითხრა გამიხარდა. მის ძმას ვუთხარი რომ მოკლავდნენ. ძალიან მალე ომი დაიწყება. თუ რამე მერგება, მაშინ შენს გვერდით ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. მინდოდა ეს გწოდნოდა. მიხარია შენგან ამის მოსმენა. ყოველ შემთხვევაში მიხარია იმის გაგება, რომ ამ მიწაზე ჭკვიანი ადამიანებიც არსებობენ და სხვა თუ არაფერი ამაოდ არ ვცდილობ. ეს კი ძალიან სასიამოვნოა. აბა, შენი შვილიც იგივე აზრზეა? 1000 სისულელეს ამბობს. ბიძია უყვარს.
მისი მეგობრებიც გონებას ურევენ. არ შეუძლია სიამაყის წინააღმდეგ წავიდეს. ნუ მოусმენთ. ის ვერაფერს გააკეთებს. ვერაფერს. არ მოусმენთ, სანამ რამე ცუდს არ გააკეთებს. ის არ გააკეთებს. ჯერ ისევ ძალიან ახალგაზრდაა, ვერ გაბედავს, არ დამემორჩილოს. მითხრეს, რომ ვერ გაბედავ მამის სიტყვას არ დაემორჩილო, სერქან. ჩემთან ხარ თუ მამასთან ერთად ჰალილ იბრაჰიმის მხარეს გადახვალ? მითხარი. ძმაო, ჰალილ იბრაჰიმთან ერთად არასდროს ვიმუშავებ. კარგი. დამიმტკიცე. ჰალილ იბრაჰიმი მოვკლა? არა, ამდენიც არ გვინდა, სერქან. მაგ საკითხს ჩვენ მივხედავთ. კარგი, მაშინ მიბრძანე, ძმაო. გისმენ, ჰალილ იბრაჰიმმა უბრძანა ოსმან ბალჯის ილმაზი მოეკლა. მოკალი და ჩემთან მიგიღებ. რა თქმა უნდა, ძმაო. ჩათვალე საქმე დამთავრებულია. დამლაჰანიმს თქვენთან საუბარი უნდა, ნიჰად ბეი. გისმენ, შვილო? მიწია, ნიჰად. იფთარის შემდეგ რესტორანში თათბირი იქნება. ვის ხვდებიან? არ ვიცი. ვკითხე საღამოს ერთად ვიქნებოდით თუ არა, მაგრამ ფიქრეთმა მითხრა, რომ საღამოს ჰალილ იბრაჰიმს ხვდება რესტორანში. კარგი, შვილო. რიзвანთან წადი და უთხარი, რომ ფიქრეთი დღეს საღამოს რესტორანში იქნება და დავალება შეასრულოს. ჰალილ იბრაჰიმიც თუ იქ იქნება, ბიძიას მოკლავენ. არ მაინტერესებს. ცდილობენ მომატყუონ. ჰალილ იბრაჰიმი აქ მოვა, ჩემს მოსაკლავად. კი, ჰალილს აქ უნდა ველოდოთ. გაიგონე, მუსა? რა თქმა უნდა, ნიჰად ბეი. ჯეილან. ხომ შევთანხმდით, რომ ერთმანეთთან გულახდილები ვიქნებოდით? მითხარი, ყველაფერი რიგზიაო, მაშინ ექიმთან რაღაცე მივდივართ. რამეს მიმალავ? არა, ოსმან, რას უნდა გიმალავდე? არ ვიცი, მგონი რამე ცუდს მიმალავ. მითხარი. ოსმან, ნუ ნერვიულობ. ექიმმა გადაწყვიტა ჩემს ანალიზებთან დაკავშირებით გამესაუბროს. კარგი. მაშინ წავიდეთ. წამოდი, მაგრამ თუ საქმე გაქვს, შეგიძლია დარჩე? არა, შენზე მნიშვნელოვანი არაფერი მაქვს. წავიდეთ, უბრალოდ ვიფიქრე, რამე რიგზე ვერ იყო. არა, ყველაფერი კარგადაა.
რა ხდება ოსმან, სად მიდიხარ? საცოლესთან ერთად უნდა გავისეირნო. ანგარიში შენ უნდა ჩაგაბარო? კარგი ოსმან, ჩუმად ვარ. საქმე შენს ბედნიერებას ეხება. რა თქმა უნდა, სიტკი, სხვაგვარად შეუძლებელია. ფრთხილად იყავით. კარს არ მოშორდეთ, სახლი დაიცავით. ჰალილ იბრაჰიმმა მითხრა რომ არ გავიდე. რამე თუ მოხდება, პასუხს თქვენ მოგთხოვთ. რა თქმა უნდა ოსმან. მაშინ ნუ გახვალ. ჯამალ, წყობიდან არ გამომიყვანო. კარგი წავედი. კარგი ოსმან. ჯამალი კარგი ბიჭია, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ბევრს ლაპარაკობს. შიშობ ერთ დღესაც ჩემგან მიიღებს. არა, კარგი ბიჭია. ადგილი უკვე ცნობილია სიძებ. რა ადგილი ჰაქან? რესტორანი. რესტორანი? ჰალილ იბრაჰიმი იქიდან ცოცხალს არ გამოგვიშვებს. უბრალოდ შეგვიძლია თავი მოვიკლათ და მორჩა. მამა შენს ასე უთხარი. ეგ გუშინდელი შემოთავაზება იყო რიзвან. ჰალილ იბრაჰიმი იქ არ იქნება. ნუ გეშინიათ. დღეს საღამოს მასაც ბოლოს მოუღებთ. დავასია აქ მოსვლა აღარ შემიძლია. ოსმანი კართან დგას. სულ თან დამყვება. ეს ბოლო ვიზიტია ჯეილან. ნუ გეშინია. ედანურმა და ზეინებმა მასწავლეს საავადმყოფოში შეხვედრების მოწყობა. ჩემ ზურგს უკან ერთმანეთს საავადმყოფოში ხვდებოდნენ. ახლა ყველაფერი შენზეა. ამაღამ ზეინებს სამარე უნდა გაუთხარო. სახლში ბევრი ხალხია, ამას როგორ შევძლებ? ყველას რაღაც გეგმა აქვს. სახლში მხოლოდ შენ იქნები. ზეინებს შენ მოგლავ. იქიდან როგორ გამოვალ? არ გამოხვალ. ისე მოიქცევი, ვითომ გამოხვედი. სახლში საიდუმლო გარია. იმ გარს გააღებ და ისე მოიქცევი თითქოს ზეინები სხვა მოგლა. კარგად ითამაშებ, მის გვამს ჩაიხუდებ და ხმამაღლა იტირებ. შეიძლება ხალილ იბრაჰიმი ჩაგეხუდოს და შენთან ერთად იტიროს. განა ცუდია? აბა რა სიტყვი? კარგი გეგმაა? ჯეილან. რა თქვა ექიმმა? ყველაფერი რიგზია ოსმან. წამალი შემიცვალა. აფთიაქში ვიყიდოთ. ეს სხვა წამალია ოსმან. მითხრა რომ საღამოს მორიგე აფთიაქიდან წამოვიღოთ. კარგი, წავალ და წამოვიღებ. მთავარია შენ იყო კარგად. გმადლობ. წავიდეთ. არ გამოდიხართ? ფიქრეც დათბირი აქვს. სახლში წაგიყვან. კარგი დროებით. ხამემშვიდობის. რამემშვიდობის. ხამემშვიდობის. მერტი ფარავდეს.
როგორ ხარ ედანურ? ყველაფერი რიგზია? კი, ყველაფერი შესანიშნავადაა. შენი წყალობით. ხომ იცი რომ შეგიძლია ყველაფერი მომიყვე? ყველაფერი რაც გინდა, არ გინდა. ვიცი, მაგრამ რატომ მკითხე? რამე რომ ხდებოდეს პირველს შენ გეტყოდი. ხომ ასეა? გამიხარდება თუ პირველი ვიქნები. ოღუზის ნომერი გააქვს? მაქვს. რატომ მკითხე? დაურეკე გამოვიდეს, უნდა ველაპარაკო. მიდი. კარგი, დავურეკავ. მაგრამ ხომ შეგიძლიათ სახლში ილაპარაკოთ? რამე პირადულია? პირადულია. სახლში ამაზე საუბარი არასწორი იქნება. ეთაურო, სამსახურში დაბრუნებაზე რა ისმის? ნახოთ, ღმერთმახნას. ღმერთმახნას. გმადლობ. საღამომშვიდობის. გამარჯობა ოხუს. გამარჯობა ედა. დროებით. დროებით. ედანურ, მე გაგაცილებ. ედა არა? გამაგებინი რა გჭირს? კარგი. ახლა ოპერაციაზე გავდივართ. მოგვიანებით ვილაპარაკებთ. 1 წუთით. რა ოპერაცია? ნიჰათ მარტენი უნდა მოვკლათ. რიძვან ბეი, ჰალილ იბრაჰიმი არ არის. შიგნით მხოლოდ ფიქრეთი და შოთა არიან. შოთა კარგი სნაიპერია, ჯერის მოვიშოროთ. როგორც მიბრძანებთ? Why? მამა საკუთარი შვილის მოსაკლავად მოვიდა.
დედა, რატომ უნდა მოვიდეს? უნდა რომ რაღაც გითხოს. რა მოხდა მამა? ესე არ აღირადგინდა. გზის დასასრულთან მივედით, შვილო. სულ ესაა. უკანასკნელის სიტყვის თქმა ხომ არ გინდა, მამა? არა, შვილო. გააკეთე რაც გინდა. ეს შენი უფლებაა. მალე გამოჯამრთელდით. გმადლობ. სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. ასევე თქვენც. წავედით. მოიცადე ოსმან. წავედით.
Mekanın girişi ეს სახლში შესასვლელია. tüfekleri alalım. იარაღი აიღე, შიგნით ბევრი ხალხია. Keşfini yapmışsın. უკვე მზად ხარ? Allah Allah. Yaptık. ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა.
ზეინებ. შენ საკხარ? სემა რა ხდება? რამე ცუდი მოხდა? საშინელება მოხდა. რა მოხდა სემა? ოსმანს ესროლებს. რა? როცა აფთიაქიდან გამოდიოდა ვიღაცამ ესროლა და გაიქცა. რას ამბობ? როგორ მდგომარეობაშია? ძიმედაა ზეინებ. ეს ჩემ გამო მოხდა. ჩემი ბრალია. ჯეილან, ხელი ჩაქნევის დრო არ არის, სადექი მოემზადე. კლინიკაში წავიდეთ. ხალილ იბრაჰიმი სად არის? მის გვერდითაა? არ ვიცი, ვერ ვუკავშირდებით. დროზე წავიდეთ. მიდი ჯეილან, ჩაიცვი და წავიდეთ. მანქანაში გელოდებით. მიწაზე დაწექით. ოღუს, მომაწოდე. ხალილ, კარგად ხარ? კარგად ვარ. სუბთაა? სუბთაა. ეს ვინ იყო? ვინმე შეატყობინე? არა, არავისთვის შემიტყობინებია. მაიორი. საიდან გაიგონ რომ მაქვართ? მე რა ვიცი. განამის ქმედებებს ახსნა აქვს? აი, მოდის. ახლა იტყვით, საიდან გაიგო აქ რომ ვართო? ახლა სწორედ ეგ იკითხა. იმიტომ რომ თქვენაირი უტვინო არ ვარ, უკან არ ვედევნები ყველას, ვიზეც ეჭვი მაქვს. შიგნით კაცი მყავს. ვინ მეთაურო? რა მნიშვნელობა აქვს ვინ? 1000 ჯერ გითხარით, ერთმანეთი დაიცავით მეთქი. ასე ერთმანეთის გვერდით მოქმედება არ შეიძლება. ერთ-ერთმა თქვენგანმა მეორე შორიდან უნდა დაიცვას. გეგმა გქონდა მეთაურო. ისეთი როგორიც სიკვდილია? მაპატიეთ რომ გეგმა ჩაგიშალეთ. მეთაურო, ჩვენთვის სროლას არ აპირებდნენ. ნიჰათთან წაგვიყვანდნენ. გელოდებათ, შვილო, გელოდებათ. თავიჭკვიანი გონიათ, მაგრამ ისიც წლებია გეგმას სახავდა. მეთაურო, თუ გველოდებიან აქაც აუცილებლად მოვლენ. ან დავიშალოთ, ან ვიბრძოლოთ, ასე ხომ არ ვიდგებით. ალო, მეორე დანაყოფი.
მეორე დანაყოფი გისმენთ, რა მოხდა ალიჯან? მეთაურო, რაღაც მოხდა, მინდოდა შემეტყობინებინა. რა მოხდა? მეთაურო, ქალაქის მოედანზე ოსმანს ესროლეს. მოკლეს, მძიმედ არის მეთაურო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეთაურო, მანქანა ხომ მყავთ? მოვდივარ ალიჯან.